თქვენ გითხრეს, რომ 6 ნიშნა ხელფასი იყო საბოლოო მიზანი, რომ თქვენ უკვე მიაღწიეთ წარმატებას. მაგრამ ამერიკელების უმეტესობისთვის, ვაინც დღეს $100,000, $100,000 გამოიმუშავებს, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თავს ძლივს ირჩენთ. ქაღალდზე, ეკონომიკა როგორც არასდროს ისე ძლიერია. რეალურად კი ცხოვრების ხარჯები უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ხელფასები ოდესმე შეძლებდა. იმავე საშუალო ფენის ცხოვრებისთვის, რასაც თქვენი მშობლები 1985 წელს ერთი შემოსავლით შეძლებდნენ, ახლა წელიწადში დაახლოებით 62 კვირა უნდა იმუშაოთ. საშუალო ფენა არ გამქრალა. უბრალოდ მან დაიწყო იმ დროის ხარჯზე ცხოვრება, რომელიც არ აქვს. თავი პირველი, 62 კვირიანი წელი ამერიკული ოცნება. ადრე მარტივად განისაზღვრებოდა. იმუშავე ბევრი, გამოიმუშავე საკმარისი და შეძლებ სტაბილური საშუალო ფენის ცხოვრებას. მაგრამ კითხვა ისა, ისევ მოქმედებს თუ არა ეს განსაზღვრება. ეკონომისტმა ორენ კასმა და მისმა კვლევითმა ჯგუფმა American Compass-მა შეიმუშავეს ეგრეთ წოლებულ კეთილდღეობისთვის საჭირო ხარჯების ინდექსი, რათა ზუსტად ეს შეემოწმებინათ. იდეა მარტივია. აიღე ერთი ოჯახი და ერთი ძირითადი საჭიროებების კალათა და შემდეგ კითხე, რამდენი კვირა უნდა იმუშაონ, რომ ეს ნივთები გადაიხადონ. კალათა მოიცავს სასურსათო პროდუქტებს, მოგრძალებულ სახლს, 40%-ზე ოჯახის ჯანმრთელობის დაზვევას და სამუშაოსთვის საჭირო ავტომობილს. შემდეგ დაამატე ბავშვებისთვის კოლეჯი. ამ ყველაფერს ზემოდან და ეს არის ჩვეულებრივი ამერიკული ცხოვრების საფუძველი. 1985 წელს პასუხი იყო დაახლოებით 40 კვირა. საშუალო ფენის ტიპური ამერიკელი ყველაფერს იხდიდა და მაინც წლის მეხუთედი რჩებოდა. ეს დარჩენილი თანხა დანაზოგად იქცეოდა პირველ შენატანად, ან ცოტა ამოსუნთქვის საშუალებად ცუდი წლისთვის. 2022 წლისთვის იგივე კალათა 62 კვირის ხელფასს შთანთქავდა. ეხლა 12 თვის ნორმალური ცხოვრების შესაძენად 14 თვე უნდა იმუშაო. ეს დეფიციტი არც უიღბლობაა და არც რთული პერიოდი. ეს სისტემაშია ჩადებული. ხელფასებში ერთი სასტიკი ირონია დამალული. 1985 წლის მუშა კვირაში დაახლოებით $443 იღებდა. მისმა 2022 წლის შემცვლელმა დაახლოებით $1,200 იღებდა, ანუ თითქმის 3-ჯერ მეტ ხელფასს. ქაღალდზე ის 3-ჯერ უფრო მდიდარი ჩანს, მაგრამ აუცილებელი ნივთების ღირებულება უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ხელფასის მატება ოდესმე შეძლებდა. ეხლა უფრო დიდი თანხა, უფრო შეზღუდულ ცხოვრებას ყიდულობს. ადრე ერთი შემოსავალი ოჯახს არჩენდა, ეხლა კი ორი ხელფასი ძლივს ყოფნის იმას, რასაც ადრე ერთი. ამერიკულმა საშუალო ფენის ოჯახმა მეორე მარჩენალი დაამატა და მაინც იმავე ადგილზე დარჩა. ასე რომ, როცა ოჯახი კარგად გამოიყურება, ხშირად კულისებში რაღაც უჭერს მხარს. ეს შეიძლება იყოს მეორე სამსახური, ან ზეგანაკვეთური მუშაობა, ან დამატებითი სამუშაო მას შემდეგ, რაც ბავშვები დაიძინებენ, ან საკრედიტო ბარათი, რომელიც დანაკლისს ავსებს. ეს ყველაფერი უკვე არჩევანი აღარ არის. ასე გადარჩებიან ადამიანები. შეიძლება გონიათ, ეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ოჯახებს ეხება. ასე არ არის. 2024 წლის დასაწყისში კვლევითმა ჯგუფმა Paymentsმა დაადგინა, რომ იმ ოჯახების 48%, რომლებიც წელიწადში $100,000-ზე მეტს გამოიმუშავებენ, ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობენ. ეს აქ ამთავრდება. დაახლოებით 36% იმ ოჯახებისა, რომლებიც $200,000-ზე მეტს გამოიმუშავებენ, იგივე ამბავს აღნიშნავს. ეს ოჯახები ცნობილია როგორც ჰენრიები, მაღალი შემოსავლის მქონეები, მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან მდიდრები. მათ აქვთ ისეთი ხელფასი, რომელსაც მათი ბებია ბაბუა სიმდიდრეს უწოდებდა. ამის უკან კი ამოწურული დანაზოგები და საპენსიო ფონდი დგას, რომელიც ნელ-ნელა ქრება. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რასაც მათი მშობლები აკეთებდნენ. ისინი ყველა წეს მისდევენ, რასაც ეუბნებიან, მაგრამ მაინც უკან იხევენ. ასე რომ თუ ყველაზე მაღლამდგომებიც კი წაგებაში არიან, ვისთვის ყვავის ეს აყვავებული ეკონომიკა. თავი მეორე, MCFS მოჩვენება. აყვავების ნაწილი ზუსტად ტყუილი არ არის. ეკონომიკა დაახლოებით 2%-ით გაიზარდა 2025 წელს. უმუშევრობა დიდი ხნის განმავლობაში დაბალ ნიშნულზე დარჩა, ხოლო S&P 500 მუდმივად ახალ რეკორდებს ამყარებდა. ამ მაჩვენებლებით ყველაფერი ჯანმრთელად ჩანს. პრობლემა იმაშია, რაც გამოტოვებულია. დაფიქრდით, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი. MTHP ზომავს წარმოებას, ანუ საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულებას. ის გიჩვენებთ, რამდენად დიდია ეკონომიკა, მაგრამ არა იმას, რამდენად ყოფნით თქვენი ხელფასი. უმუშევრობა მხოლოდ იმას აჩვენებს, გაქვთ თუ არა სამსახური, მაგრამ არა იმას, ყოფნით თუ არა ეს სამსახური ქირისთვის, საკვებისთვის ან ელემენტარული სტაბილურობისთვის. ორივე სასარგებლო მაჩვენებელია, მაგრამ არც ერთი არ პასუხობს იმ კითხვას, რითაც ადამიანები რეალურად ცხოვრობენ. უზრუნველყოფს თუ არა სრულ განაკვეთზე მუშაობა ნორმალურ ცხოვრებას. ის, რასაც ჩვენ ზრდას უწოდებთ, ხშირად უბრალოდ ადგილზე დგომის უზარმაზარი ფასია. ბევრი ახალი სამუშაო სწორედ მომსახურების სექტორში იქნება. Walmart, ქვეყნის უმსხვილესი კერძო დამსაქმებელი, დაახლოებით 1,6 მილიონ ამერიკელ სასაქმებს, მაგრამ ამ პოზიციებზე ხელფასები ვერ ეწევა ბინის ქირისა და ჯანმრთელობის დაზვერვის ხარჯებს. 1970-იანი წლების ბოლოდან საშუალო მუშაკის ხელფასი დაახლოებით 14.8%-ით გაიზარდა. თითოეული მუშაკის პროდუქტიულობა დაახლოებით 64.6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში გენერალური დირექტორის ანაზრაურება 1300%-ზე მეტით გაიზარდა. არსებობს უზარმაზარი განსხვავება მათ შორის, ვინც მუშაობს და მათ შორის, ვინც სარგებელს იღებს. ეკონომისტები ზოგჯერ ეკონომიკის ვარდნისის იქის ვარდნის შემდეგ ასეთ ტენდენციას K-სახის აღდგენას უწოდებენ.
ერთი ხაზი მაღლა იწევს მათთვის, ვისაც აქტივები აქვს. მეორე კი დაბლა ეშვება მათთვის, ვინც ხელფასზეა დამოკიდებული. იგივე ეკონომიკა, ორი სრულიად განსხვავებული ტრაექტორია. ამიტომ ეკონომიკას ზრდას განაგრძობს, მაშინ როცა ოჯახის ბიუჯეტი მცირდება. ხალხი ამ სხვაობას გრძნობს. თუნდაც გრძნობს, თუნდაც ვერ დაასახელოს. წლების განმავლობაში ისინი გამოკითხვებში ამბობდნენ, რომ ეკონომიკა მძიმეა, ხოლო მონაცემები ამტკიცებს, რომ ისინი ცდებიან. მწერალი ქაილა სკენლონი ამ სხვაობას ვაიბ სესიას უწოდებს. ეს არის მანძილი იმასთან შორის თუ როგორ გამოიყურება ეკონომიკა ქაღალდზე და როგორ იგრძნობა სამზარეულოს მაგიდასთან. მიჩიგანის უნივერსიტეტის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ეს განწყობა წლების განმავლობაში სუსტია, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს. ეს აცდენა შემთხვევითი არ არის. ეს ასახავს იმას, რას ზომავენ ეს მაჩვენებლები და რას არა. MŠP და უმუშევრობა სასარგებლო ინსტრუმენტებია, მაგრამ ისინი ვერ ასახავენ იმ ფასს, რაც ჩვეულებრივი ცხოვრების შენარჩუნებას სჭირდება. ქირა, ჯანდაცვა, სასურსათო პროდუქტები და ყველაფერი, რაც თვიდან თვემდე სტაბილურად ყოფნა სჭირდება. ამიტომ ციფრები იცვლება გრაფიკებსა და სათაურებში, მაგრამ ისინი ყოველთვის არ ემთხვევა იმას, რასაც ადამიანები რეალურად გრძნობენ. მესამე თავი, დიდი ოთხეული. გითხრეს, რომ შენ უფრო მდიდარი ხარ, ვიდრე შენი მშობლები, რადგან შენი ნივთები უკეთესია და იაფიღირს. ტელევიზორი უზარმაზარია. შენი ჯიბეში არსებული ტელეფონი 1985 წლის სუპერკომპიუტერსაც კი აჯობებს. ეკონომისტები ინფლაციის მაჩვენებლებსაც კი არეგულირებენ პროდუქციის ხარისხის ცვლილებების მიხედვით. ამას ჰედონურ კორექტირებას უწოდებენ, რადგან დღევანდელი ტელეფონი ან ტელევიზორი ბევრად უკეთესია ვიდრე 10 წლის წინანდელი. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს გაუმჯობესება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ თავს უკეთესად იგრძნობ. შეიძლება შეძლო დიდი 4K ტელევიზორის ყიდვა. უფრო რთულია ის, რომ შეძლო ისეთი სივრცის ყიდვა, სადაც კომფორტულად იცხოვრებ ამ ტელევიზორთან ერთად. რადგან ყველაზე დიდი ცვლილება გაჯეტებში კი არა, საცხოვრებელშია. ადრე სახლის ფასი, ოჯახის წლიური შემოსავლის დაახლოებით 3 მაგი იყო. დღეს ბევრ ქალაქში ეს მაჩვენებელი 5-საც კი აღემატება. მაგალითად ავიღოთ ოსტინი. 2022 წელს ფასისა და შემოსავლის თანაფარდობა დაახლოებით 5.75-მდე იმდე გაიზარდა. 2025 წლის შუა პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4.31-მდე შემცირდა. მაგრამ ეს მაინც აღემატება მის გრძელვადიან საშუალო მნიშვნელობას, რომელიც დაახლოებით 3.9-ია. და ბარიერი მხოლოდ თვიური გადახდები არ არის. საშუალო სახლის 20%-იანი წინასწარი გადახდა შეიძლება ნიშნავდეს დაახლოებით $80,000 ერთიანად. ეს თანხა, რომლის დაგროვებას უმეტესობას ვინც ქირით ცხოვრობს, არ შეუძლია, რადგან ქირასა და ყოველდღიურ ხარჯებს იფარებს. 2008 წლის კრახის შემდეგ Wall Street-ის კომპანია Blackstone სწრაფად გადაერთო მასშტაბურად ჩამორთმეული სახლების შესყიდვაზე. შემდეგ მან შექმნა კომპანია სახელად Invitation Homes-ი, რომელიც პიკზე დაახლოებით 80,000 ქონებას მართავდა. კიდევ ერთი მთავარი მოთამაშე Progress Residential-ი დაახლოებით 97,000 სახლამდე გაიზარდა. ატლანტაში ერთ დროს მსხვილ ინვესტორებს ყველა ერთოჯახიანი გაქირავებული სახლის თითქმის 25% ეკუთვნოდათ. საწყისი სახლი საცხოვრებელ ადგილად აღარ ითვლებოდა და ის ვიღაცა სხვისი ფულის შემოსავლის წყაროდ იქცა. ბავშვზე ზრუნვაც კიდევ ერთი ტვირთია საშუალო კლასისთვის. ფედერალური მთავრობა ბავშვზე ზრუნვას ხელმისაწვდომად მიიჩნევს, თუ ის თქვენი შემოსავლის 7%-ს არ აღემატება. თუმცა ამ სტანდარტს თითქმის არავინ აკმაყოფილებს. საშუალო ხარჯი ერთ ბავშვზე წელიწადში $13,000-ზე მეტია. ორი ბავშვისთვის ეს თანხა $26,000 აჭარბებს, რაც ბევრ ამერიკელზე მეტია, ვიდრე ისინი გადასახადებამდე გამოიმუშავებენ. ჯვირადღირებულ დიდ ქალაქში ორი ბავშვის მოვლა შეიძლება $100,000 ხელფასის 30-დან 40%-მდე შეადგინოს. 85 შტატში ახლა ეს საშუალო იპოთეკაზე მეტია. 28 შტატში კი სახელმწიფო კოლეჯის სწავლის გადასახადზე მაღალია და შემდეგ არის ჯანდაცვის პრობლემა. 2024 წელს საშუალო საოჯახო გეგმა თითქმის $25,600 იყო. 2025 წლისთვის ეს უკვე $27,000 იყო. თანამშრომლები ამ თანხიდან დაახლოებით $6,300 პირდაპირ ხელფასიდან იხდიან. ბოლო 5 წელიწადში ეს პრემიუმები 24%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ხელფასები ჩამორჩა. ქვეყნის უმეტესობა სამსახურში მანქანის გარეშე ვერ მიდის. 2025 წლისთვის ვის ახალი მანქანის გადახდა თვეში დაახლოებით $750 ჯდებოდა. მხოლოდ დაზროვა წელიწადში $2,000 აჭარბებდა, სანამ ბენზინის აუზში ერთი წვეთი ბენზინიც კი ჩაისმებოდა. სისტემა არ გეგონოთ, რომ ახლა ინგრევა, ის უკვე დანგრეულია. მეოთხე თავი, ვალის ილუზია. ამერიკის საშუალო ფენა სესხით ცხოვრობს. 2025 წლის ბოლოსთვის საკრედიტო ბარათების ბალანსმა რეკორდულ 1.28 ტრილიონ დოლარს მიაღწია. დაამატეთ დაახლოებით 1.76 ტრილიონი დოლარი ავტოსესხებში და კიდევ 1.75 ტრილიონი დოლარი სტუდენტურ სესხებში და საოჯახო ვალმა 18.59 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც კიდევ ერთი ისტორიული მაქსიმუმია. იპოთეკა ყველაფრის თავზეა. დაზაბულობა უკვე იმ ადგილებშიც ჩანს, სადაც არ უნდა ჩანდეს. 2025 წელს უფრო მეტმა 60-იანი და 70-იან წლებში მყოფმა ადამიანმა ვერ გადაიხადა საკრედიტო ბარათების ვალი. ეს იყო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2001 წლის შემდეგ. გაფრთხილების ნიშანია. ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყვნენ, ეკონომიკურ მახეში ებმებიან.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რას კიდულობს ეს სესხი რეალურად. დაახლოებით 60%-მა ბარათის მფლობელებმა ახლა თვიდან თვემდე ვალი აქვთ. ერთ-ერთ ბოლო გამოკითხვაში 45%-მა თქვა, რომ ეს ვალი აუცილებელი საჭიროებების დასაფარად აქვთ, საკვების, საწვავის, ხელფასსა და ქირას შორის პერიოდის გასავლელად. როდესაც საკრედიტო ბარათის ვალის უმეტესობა ძირითადი საჭიროებების დასაფარად გამოიყენება, ეს უკვე აღარ არის ზედმეტი ხარჯვის ისტორია. ეს ხდება უფრო ღრმა პრობლემის ნიშანი, უფსკრული, რომლის ამოვსებაც ჩვეულებრივ შემოსავალს არ შეუძლია. ვალი დანაზოგებს აღარ ემატება, მათ ადგილს იკავებს. ამის შემდეგ პროცენტი იწყებს მოქმედებას დარჩენილ თანხაზე. დაახლოებით 20%-იანი განაკვეთით, $5,000 ბალანსის შენარჩუნება წელიწადში $1,000-მდე, 1,000 შეიძლება დაგიჯდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვალი შეინარჩუნოთ. ეს ფულია, რომელიც არაფერს კიდულობს, გარდა დროისა. ამიტომაც ერთი ცუდი მომენტი ყველაფერს თავდაყირა აყენებს. სამედიცინო გადასახადი, მოულოდნელი სამსახურის დაკარგვა, მანქანის გაფუჭება. ზვარი სტაბილურ ოჯახსა და გამოტოვებულ გადახდას შორის ბუნდოვანი გახდა. მეხუთე თავი. განწირულების მარყუჟის ალგორითმი. დიდ ხანს ხალხი ეკონომიკას ადგილობრივად აფასებდა თავისი სამსახურის, შემოსავლის, იმ ქუჩის მიხედვით, სადაც ცხოვრობდა. ახლა კი ეს სოციალური მედიის ფიდებიდან მოდის, სადაც პოსტებს ალგორითმები აწყობენ. ამ ფიდებს თავისი მიზანი აქვთ. ისინი ყველაფერს თანაბრად არაჩვენებენ. ისინი აპირობებენ იმას, რაც ხალხს ეკრანთან აჩერებს, ხოლო გაურკვევლობა ყურადღებას იზიდავს. ამიტომ ალგორითმები ყველაზე შემაშინებელ პოსტებს ზევით წევს. ერთ დღეს ეს არის მასობრივი გათავისუფლებები მეტაში და შენცირებები Google-ში. მეორე დღეს კი ვირაცტირის გაჩერებულ მანქანაში მას შემდეგ, რაც Amazon-მა გაათავისუფლა. ერთი ცუდი კვირა ერთ კომპანიაში იწყებს იმის მტკიცებას, რომ რაღაცა უფრო დიდი ხდება. ეს ცნობილია როგორც ფურის დისმორფია. ეს არის სხვაობა იმაში, თუ რამდენად კარგად მიდის შენი საქმე და რამდენად გაღატაკებულად გრძნობ თავს. ეს სხვაობა იზრდება ყოველ ჯერზე, როცა სკროლა. ეკრანის ერთ მხარეს ყალბი სიმდიდრეა, მეორე მხარეს უიმედობა. თითქმის არაფერი შუაში აღარ გეუბნება როგორია ნორმალური. ეს დიზაინი განზრახულია. $400-იანი სასურსათო კალათის ვიდეოს მილიონობით მაყურებელი ჰყავს. სტაბილურ სამსახურზე მოთხრობილი ამბავი კი არავის აინტერესებს. სისტემა გაჩვენებს პანიკას და შიშს, ხოლო ჩვეულებრივსა და ყოველდღიურს მალავს. იწვევ იმის დაჯერებას, რომ ყველა გაღატაკებულია და შემდეგი შენ ხარ. ადვილია, ყველაფერი ტელეფონის პრობლემად ჩათვალო, მაგრამ ეს იმას ვერ ასახავს, რაც სინამდვილეში ხდება. საქმე მხოლოდ ყურადღების გადატანაში არ არის. ეს ეხება იმას, თუ როგორ იფილტრება და ძლიერდება ეკონომიკაზე ინფორმაცია მასშტაბურად. საზოგადოების წარმოდგენა ეკონომიკაზე ხშირად არ ემთხვევა თითოეულის ფინანსურ რეალობას. ხალხს შეიძლება უკეთესად ან უარესად იგრძნოს თავი არსებული პირობების გამო, მაშინაც კი როცა მათი შემოსავალი ან გადასახადები არ იცვლება. ეს ყველაზე ნათლად ჩანს არჩევნების შემდეგ. იგივე ეკონომიკური პირობები სრულიად განსხვავებულად აღიქმება იმის მიხედვით, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. ძირითადი მაჩვენებლები ერთ რამეში არ იცვლება, მაგრამ ის თუ როგორ ლაპარაკობენ მათზე და როგორ გრძნობენ თავს, ხშირად იცვლება. და რაც ყველაზე ცუდია, ეს უკუკავშირის ციკლია. დაჯერებულობა მხოლოდ ეკონომიკის შეფასება არ არის, ის თავად აყალიბებს ეკონომიკას. როცა საკმარისი ადამიანი ემზადება კრიზისისთვის, ისინი წვეტენ ხარჯვას, ისინი აჭიანურებენ შენაძენებს და იმარაგებენ იმას, რაც აქვთ. შენელება, რომელსაც ისინი ეშინოდათ, იწყებს რეალობად ქცევას. რეალური ხარჯების ზეწოლა კვებავს შიშს, ხოლო შიში კვებავს შინაარსს. შინაარსი ამას კიდევ უფრო აძლიერებს და ყოველ ნაბიჯზე პლატფორმა თავის წილს იღებს. ფიდი განსაზღვრავს შენს განწყობას, ყიდის მას და შემდეგ ისევ შენ გიბრუნებს, როგორც ახალ ამბავს. და ეს ყველაფერი ერთ ადგილამდე მიდის. მეექვსე თავი, გადარჩენის ფინანსიზაცია. ის ნივთები, რაც ადამიანებს სიცოცხლისთვის სჭირდებათ, სულ უფრო მეტად იქცევა აქტივებად, რომლებიც სხვებისთვის მოგებას ქმნის. საცხოვრებელი სახლი ყველაზე ნათელი მაგალითია. ეს აღარ არის მხოლოდ თავშესაფარი. ეს ასევე ინვესტიცია, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ფასები მუდმივად იზრდება. ხოლო ფასების ზრდა ნიშნავს, რომ შემდეგი ადამიანისთვის მისი შეძენა უფრო რთული ხდება. Wall Street-ის კომპანიები და დიდი საპენსიო ფონდები საცხოვრებელ ბაზარში ფულს დებენ, რათა ვიღაცის პენსია დააფინანსონ. მაგრამ ეს თქვენი პენსია არ არის. კოლეჯმაც იგივე გზა გაიარა. ცესხის მომსახურე კომპანიები, როგორიცაა სასალიმეი და ნავიენტი, წლების განმავლობაში აგროვებდნენ სტუდენტურ ვალს. უნივერსიტეტები წინასწარ იღებენ თანხას, ხოლო სტუდენტი მას შუა ასაკამდე იხდის. კერძო კაპიტალის ფონდებიც კი განაგრძობდნენ მეტის ძიებას, იდულობდნენ ბინების კორპუსებს, მოძრავი სახლების პარკებს და საავადმყოფოებს. ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი მოგებისთვის იჭხლდება. Bright Horizons-ის საბავშვო მოვლის სერვის საჯარო კომპანიად მართავს, საფონდო ბირჟაზე BFAM-ის ტიკერით. United Health, რომელიც აშშ-ში ყველაზე დიდი ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიაა, მთელ ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მოგებას იღებს. ის, რაც ადრე ექიმის კაბინეტში საბავშვო ბაღი იყო, ეხლა მასშტაბურად ფუნქციონირებს ეკონომიკის შემოსავლის მხარის ნაწილად. მუშაკები ყოველ წელს უფრო მეტს აწარმოებენ. ამ შრომის ჯილდო რჩება იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის აქტივები და არა იმას, ვინც მუშაობს. ამერიკელთა ყველაზე მდიდარი 10% ფლობს საფონდო ბაზრის უმეტეს ნაწილს, მაშინ როცა ქვედანახევარს თითქმის არაფერი აქვს. როდესაც აქტივების ფასები მკვეთრად იზრდება, ადამიანების უმეტესობა ამას გარედან უყურებს. ეს ყველაფერი შემთხვევითობა არ არის.
მანქანა ზუსტად იმას აკეთებს, რისთვისაც აშენდა. ის წელიწადიდან წლამდე გადააქვს სიმდიდრე შრომიდან აქტივებზე. მუშა დაკავებულია და იღებს იმდენს, რომ გააგრძელოს მუშაობა. ეს ასე დარჩება. Wipe სესია ახლა მუდმივ სესიად იქცა და ამერიკული ოცნება ძაბზე კიდია. მეშვიდე თავი, პროგრესის დასასრული. ამერიკულ ოცნებას ნათელი გზა ჰქონდა. თითოეული თაობა უნდა მდგარიყო წინა თაობაზე ოდნავ მაღლა. სახლი უნდა ყოფილიყო სიმდიდრის წყარო, რომელიც შენ სიცოცხლეზე მეტხანს გაძლებდა. შენი შვილები დაიწყებდნენ იმაზე მეტი შესაძლებლობით, ვიდრე შენ ოდესმე ჰქონდა. ჩვეულებრივი მუშაკისთვის ეს გზა აღარ არსებობს. მიზანი აღარ არის წინ წასვლა, ახლა მხოლოდ ისაა, რომ კიდევ უფრო უკან არ ჩამორჩე. შენი პოზიციის შენარჩუნება მთლიანად ამბიციად იქცა. ახალგაზრდა თაობები ყველაზე ცუდ პირობებს იღებენ მემკვიდრეობით. მათ უფრო დიდი ვალი აქვთ მაშინ, როცა მნიშვნელოვანი ეტაპები სულ უფრო უკან იწევს. მათი შობადობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ეცემა და ამის მიზეზი არ არის ბავშვობის ყოლის სურვილის დაკარგვა. ადამიანებს უბრალოდ აღარ შეუძლიათ მათი გაჩენა, რადგან ეს ძალიან ძვირი ღირს. საშუალო ასაკი, როცა ადამიანი პირველად ყიდულობს სახლს, ეხლა 80 წელია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 1980-იან წლებში ისინი 30 წლამდე იყვნენ. პირველად მყიდველები ბაზრის მხოლოდ 21%-ს შეადგენენ, რაც ყველაზე მცირე მაჩვენებელია ისტორიაში და ბევრს საერთოდ აღარასდროს ყიდულობს სახლს. უფრო და უფრო ხშირად ის სახლი, რომელსაც საბოლოოდ მიიღებ, დამოკიდებულია იმ ფულზე, რომელსაც მემკვიდრეობით მიიღებ და არა იმ სამუშაოზე, რომელსაც ასრულებ. ზოგი იაპ ქალაქებში გარბის, რომლებიც სამუშაო ადგილიდან შორსაა, მაგრამ ამის საფასური მანძილი და ის ადამიანები არიან, ვინც უკან ტოვებენ. სიმდიდრის სხვაობა ასაკის მიხედვით. იგივე ამბავს ყვება მეორე მხრიდან. უფროსი მფლობელები ფლობენ სახლებს, რომელთა ღირებულება 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიზარდა. ახალგაზრდა მუშაკებს ხელში უჭირავთ ქირის ქვითრები და ქვითრები და სესხის ამონაწერები. ამერიკამ თავის მოხუცებსა და ახალგაზრდებს ორი სრულიად განსხვავებული ეკონომიკა მისცა. ამ დროს კი დეფიციტი არ ჩერდება. ისევ იგივე ძალები, რომლებმაც ჩვეულებრივი ცხოვრების შესანარჩუნებლად საჭირო შრომა 40 სამუშაო კვირიდან 62 კვირან გაზამდე გაზარდეს, კვლავ მოქმედებენ და ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. არაფერია, რაც მას შეაჩერებს. ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს. ჩინოსნები კამერასთან ძლიერ მაჩვენებლებს მიუთითებენ და ეს მონაცემები ზუსტი იქნება, მაგრამ ისინი ვერ ასახავენ იმას, რასაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდიან. რადგან ბევრი ოჯახისთვის შემოსავლების ზრდა არ ნიშნავს წინსვლას, არამედ მხოლოდ იმას, რომ ისინი ფეხს უწყობენ იმავე სისწრაფით მზარდ ხარჯებს. ნამდვილი კითხვა ზრდას არ ეხება. საუბარია იმაზე, რატომ აღარ ყოფნის ადამიანს სრული წლის განმავლობაში სრული განაკვეთით მუშაობა იმისთვის, რომ სრულფასოვანი ცხოვრება უზრუნველყოს. აშშ-ში საცხოვრებელი და ქონების დიდი ნაწილი კვლავ ერთი თაობის ხელშია კონცენტრირებული, რომელმაც ეს ყველაფერი სრულიად განსხვავებულ ეკონომიკურ პირობებში შექმნა. როცა ეს ქონება გადანაწილდება, ვინ მიიღებს რეალურ სარგებელს? გაიგეთ რა მოხდება ბეიბი ბუმერების თაობის გარდაცვალების შემდაცვალების შემდეგ. ან უყურეთ ამ ვიდეოს.